შვედური მაგიდა წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. თქვენს ცისფერ ეკრანებზე კვლავ ციმციმებს შვედური მაგიდა. და მისი წამყვანი სახალხო არტისტი, რესპუბლიკის დამსახურებული დიქტორი ბატონი მიხეილი და მისი შეგირდი და აღსაზრდელი ირაკლი, გისმენ მიხეილი. ახალი წელი მოგვიახლოვდა. ახალი წელი მოსულა. მოგვიახლოვდა. ეგ ის არის, სამი გოჭი გამოგივიდა ეხლა. როგორ იყო ეგ სიმღერა? გელივერას დაგვაკლებს. ხო და მოდის ახალი წელი და მოდი გადავხედოთ რამოდენიმე ქვეყანას. სადაც ახალი წელი მოდის. სადაც ახალი წელი ასევე მოდის, ხო? უცნაური. რანაირია? ასე ხარ რამდენი ქვეყანა არის და ყველგან ყველას უნდა გადავხედოთ. არა, მოდი და შვიდს გადავხედოთ. ყველგან არ მოდის. ო, ესეთ თავდაჯერებული თუ იქნება. მოკლედ ჩემო ირაკლი, მაგალითად ბულგარეთში დიახ, არის ეგეთი წესი. ღამის 12 საათზე უნდა ჩააქროს შუქი და აბსოლუტური სიბნელე უნდა იყოს და ხალხი ერთმანეთს კოცნის. ვინ ვისხდება არ ვიცი. ნუ ალბათ იციან ხე გვერდზე უზის და ხელი უჭირავს რომ არ გაექცეს. ჩემი აზრით ეგ ტრადიცია ჩამოყალიბდა საქართველოში. 90-იანებში ვიღაც ბულგარელი იყო აქ და მოეწონა და გადაიტანა. აბა ხო, ოღონდ ბულგარელებს აქ სხვა მიზეზი აქვთ, ისინი ამბობენ რომ ამას თუ იზავ, მომავალ წელს შენი მალული სურვილები ასრულდება. უკვე სრულდება ახლა ვიღაცას რო ეცემი სიბნელეში. ხო. ხო, არის ამასში რაღაცა. ეხა ვიღაცა სხვას რო ეცე შემთხვევით არც სასიამოვნო იქნება. ნუ რაღაცნაირ პოზიციას დაიჭერ ისეც 12-ისკენ. თავიდანვე დაიჭერ ხელით. რო აკლია ის წუთები და იქ ხარ, იქ ტრიალებს. ისლანდიაში ყავთ კუდიანი დედაბერი. რომელიც ახალი წლის ღამეს მოდის და კუდს ჭამს სახეში. არა. აა უნახავს კუდიანი. აბა რა შვება. გილოცავს. არა. ვინც ცუდად იქცევა, იმას ჭამს. ეს უფროსებზეც გრძელდება. ყველაზე. ცუდი ვინც იყო წინა წელს, იმას ჭამს გრილა. სასიამოვნო. ისლანდიელი კუდიანი დედაბერი. გრილა. გრილა ქვია? გრილა სულ და ანუ იმიტომ. იქ სულ გრილა გააჩნია ვულკანთან თუ ახლოს ცხოვრობს, შეიძლება თბილა. კარგი. ესპანეთში ასეთი წესია ჩემო ირაკლი, ახალ წელს უნდა შეხვდე წითელი საცვალით. და მერე გახვიდე და ხარი გამოგეკიდოს. ხო და ეს ნებხავი, ვინმე თუ გაჩუქა, მაშინ ეს ბედნიერების მომასწავებელია. ისე ყველას წითელი საცვალი აცვლა. ხო, ქალსაც და კაცსაც, ხო, რა გინდა რაღაც. გააჩნია ქალს ესპანელს სექსუალურია. წითელ საცვალში. არა, ზოგი ისეთი საცვალია ფერს საერთოდ ვერ ვხედავ. დენათ ცოტა არის რომ ჩემო ირაკლი, რაც შეეხება შვედეთს. დიახ. ღამე უნდა ადგე და ზუსტად 12 საათზე ხელში უნდა გეჭიროს და მოემზადო და 12 საათზე თებში უნდა მიალეწო მეზობლის კარს. და ის მეზობელი ამ დროს შენ კარს ალეწავს თუ რა? ხო, აი ძალიან საინტერესო მომენტია იქ. და ერთმანეთს ეგრე ალეწავ და რაც უფრო წვრილად დაიფშუნება თებში, უფრო ბედნიერი წელი გეკნება. წაიღო ბალიშის ქვეშ დაიდო, რომ დაიძინებ, დაგესიზმრება ბულგარელი, რომელიც კოცნის სიბნელეში. და ამ დროს რახან ცუდად იქცევი, გრილა და შევჭამთ ორივეს. ხო. და გრილას ეთკინება, იმიტომ რომ შეყვება შუშის გრილას არ ეთკინება. ხო, გრილას ისეთები აქ დაჭამი. რაც შეეხება კუბას. დიახ. კუბაზე კარგი ახალი წელი მოვა ზაფხულში, კაი მუსიკა. კი, აი, სხვა შორის კარიბის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ერთ-ერთი ჩემი მიზანი, სამიზნე, უბრალოდ არის კუბა, სამომავლო. ისე ფიდელ კასტროსაც გავხარ. ხო. ცოტა რო. აბა? ჩავიდოდი კუბაში. ზე, ჩავიდოდი კუბაზე.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწევი სიგარას მოვწევდი აუცილებლად. კარიბულ მუსიკას მოვუსმენდი. კუბურს. ადგილობრივი ხო ეს რაღაცა და დაჯდევ ტამტამა. ისინი რა ქვია. არ დამავიწყდა რა ქვია მაგათ. ეგენი და მე ისინი მოვიდოდნენ Buena Vista Social Club-ი. და ესა Segundo Company მიმღერებდა პირადად მე შვედური მაგი და რაღაცა. დარარა. მე ახალ წელს მოხდებოდა გადატრიალება და ფრედო გიღალატებდა. არა, შენ მიხვდებოდი რომ ფრედომ გიღალატა და მიხვდებოდი და ეთყოდი რომ მე ვიცი ფრედო გული მატკინე. I know it was you, Fredo. You broke my heart. მოკლედ ჩემო ირაკლი, კუბაზე ესეთი ტრადიცია არის 12 საათამდე რამოდენიმე წუთით ადრე ავსებენ თითქმის ყველანაირ ჭურჭელს, რაც კი სახლში გააჩნია წყლით. და ზუსტად 12 საათზე ფანჯრებიდან ასხავენ. ამ წყალს? ამ წყალს. როგორც ჩანს, წყალს ატანენ წინაწლის წარუმატებლობებსა და არა, გზა უნდა გაირეცხოს, რომ სულტაგზით შემოვიდეს ახალი წელი. და მაგის მოპოვების სხვა საშუალებები არ არის? ერთი ონკანი რო დააყენონ გზის დასაწყისში და მოუშვან. მაგრამ ეს რაღაც კავშირები ექნება ყველაფერს რა. ფესვები, სადღაც მიდის ამ ტრადიციის. კი ბატონო. ჩვენთან რა ხდება ამ დროს? ჩვენს ტრადიციები როდის ვისაუბრებთ? ვისვრით. არა, რატო ხო გვაქვს რაღაც ტრადიციები? მეკვლე მაგალითად მოვიდეს. მოვიდეს და ზაგალე. შენ უნდა დახვდე თრალი ნაძვის ხის ძირში. ხო, გამოგათრიოს იქიდან. კაი, ხო, არა, ჩვენც გვაქვს. კუბა, მერე? ხო. რა შეეხება ფინელებს, ფინელ თოვლის ბაბუას რა ქვია, აბა? აი რა შეიძლება ერქვას? ფინე საუნა, რა ვიცი. ფინური შვედის თოვლის ბაბუა რომ ეკითხა, მაგიდას ეთყოდი, ხო? შვედური მაგიდა, ხო. ფინური საუნა. ფინელ თოვლის ბაბუას ქვია Yellow Puki. რატო რა? ყვითელი ქვია, რომელიც დიდ თხას ნიშნავს. დიდ თხას? დიდ თხას და მინდა გითხრა, რომ შვედი თოვლის ბაბუას მარხილში შეგმულები არიან თხები. დიდი და თხას მოაქვს ბედნიერება, მოკლედ როგორც გონიათ მათ. როგორც შეიძლება მოაქვს კიდევ. ფინელს თუ შეხედავ, მოაქვს, იმიტომ რომ ბედნიერების და წარმატების ინდექსით არიან მეორე თუ მესამე ადგილზე და და აშკარად მოუტანია თხები გჭირდება ხალხო ბევრი და არა ის ხეები. რაც შეეხება ჩემო ირაკლი დესერტად შემოვინახე მიკრონეზია. სადაც ყველა ადამიანი ყოველ წელს აი რა შეიძლება რო ქნან. სულ რამდენი არიან? არც ისე ბევრი. ყოველ წელს მიკრო იმიტომ ქვია ალბათ. მიკრონეზია. ხო. ყოველ წელს რა აი ძალიან დიდი ის არის რა ქვია არჩევანი. სამი ვარიანტი თქვი შენი რას იზავდი მიკრონეზიელი მიკრონეზიელი. შევიტანდი იმას რა ქვია რომელიმე საელჩოში განაცხადს რომ მომეცით ვიზა. ეს ერთი. ეს ერთი. ვეცდებოდი არეულობით მესარგებლად ქვეყანა გაუქცეული. ეს ორი ისე ძალიან ბედნიერი ხალხია და ძალიან კარგად ცხოვრობენ. აბა რას ვერჩი? მესამე დავლევდი როგორც აქ. არა. მიკრონეზიაში ყველა ადამიანი ყოველ წელიწადს ირქმევს ახალ სახელს. ვა, რა მაგარია. და ეს ტრადიცია იმიტომ არის რომ ავისულები ახალი სახელით ვერ იპოვიან. ძალიან მაგარია. ირაკლი რას დაირქმევდი შენ? რამე ისეც რა, აი ანუ სახელს არ დავირქმევდი. ესე სახელს როგორც არ გავრცელებული. აბა? აი რაღაცას რა რამე. რამე ზმნას შეიძლება. წავედი მოვედი სათხარ წავედი წავედი რა წავედი რო ქვია წავედი რას დაგიზახები წავედი მოკლედ წავა წავა ან ედი ედი წავედი